ქვაში გაცოცხლებული ქართული ანბანი და უდიდესი ოსტატობით შესრულებული ქმნილება, რომელიც ერთი ნახვისთანავე გაოცებას იწვევს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეითხოვთ, რომ ავტორმა ქვაზე კვეთა პირველად 2 წლის წინ სწორედ ამ ნამუშევრით დაიწყო. თუმცა ქართული ანბანის 40 ასონიშნის სიღრმისეული შესწავლით გიორგი იური სალუქვაძე გაცილებით ადრეულ წლებში დაინტერესდა. ეს ქართული ანბანის ერთ-ერთი ძირითადი ასონიშანი ქანია, რომელიც ასომთავრულისა და მხედრულის ერთობით გიორგი იური სალუქვაძემ უამრავ სიმბოლოში გააერთიანა. ხელოვნების ამ ქმნილებას ავტორი ასე გვაცნობს. შარშანჭი და შარშანი ინება უფალმა, რომ ის ყველაფერი ძირითად ასონიშანში, რომელსაც ქვია ქრისტე, იესო ქრისტე, ანუ წერილად განფენილი და ხორცით მოსული და ამაღლებული, ანუ ძეგლად ქცეული, ეს გამაკეთებია ქვაშია კვეთილი. სკოლის პერიოდში ყოველ შემთხვევაში ჩემი თაობის ხალხს გვასწავლიდნენ იაკობ გოგებაშვილისეულ, აი გადაბმული ასოებით წერას. ამიტომ შიგნითა მოცემულობა ეს თავისთავად ჯვარია, თუ მე მგონი ყველა ამჩნევთ, მაგრამ თუ კარგად დავაგვირდებით, ეს უსასრულობაც არის. ისე იგი, როდესაც ჩვენ წერთ ამას, მაშინ ჩვენ აქ უხვევდა გადაბმული აღარ გამოდის უსასრულობა. მაგრამ როდესაც არსობრივად მას ჩაუგვირდებით, ხედავ ის უწყვეტია, ანუ არა აქვს დასასრული და არა დასაბამი და არა აქვს დასასრული, ამიტომ ის არის უსასრულობა, ანუ ეს უსასრულობა უხილავი მამა, წმინდა სამება. მოსული აქ მისინებით იესო ქრისტე. უკვე არის ეს. ხოლო იქ მყოფი მამა ზეციერი, რომელიც ყველგან არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგან იესო აქ ისე მხოლოდ შობილიზეა და ეს უშობელია, მაშინ არის ის. ამიტომ ნახეთ რა გამოდის სასწაულია, რა ჩემი გაგებით სასწაულია, იმიტომ რომ აი ეს ასონიშანი, რომელიც კარიბჭეც არის ამავდროულად, ეს არის უხილავი მამის სიმბოლო. ხოლო მამა ჩემშია და მე მამაში ვარ, ორი უნდა იყოს და მისი შეერთება ოა, ქართული ასონიშნით. ამიტომ გამოდის ისე ესო. ანუ ესო არის მამისა და ძის ერთება. ახლა რა შეა საქმე? აპოკალიფსი არის ასე, რომ ახლა მე ვიხილე საყდარი, საყდარსა ზედა მჯდომარე, ანუ მამაზე წერზე ლაპარაკი, იქ მე 7 სასანთლე 24 უხუცესი ძველი ბიბლიაში წერია სახარებაში, რომ 24 მღდელი, არა მღვდელი, არამედ მღდელი, მაგრამ ეს ცოტა სხვა საკითხებია და ზეწრით შემოსილი კრავი, რომელიც დაიკრა, ანუ უფალი იესო ქრისტე. და რატომღაც ყველას გონია, რომ ეს არის სუფთა თეთრი ნაჭერი რა. და ესე არ არის ქართული ცნობიერები და იმ ზე არსეთ, რომელსაც უფალი იძლევა, ეს არის ზეწრით შემოსილი. ზეწრით კი არა, ზეწრით შემოსილი. რატომ? ეს არის აბსოლუტური ჯამშანი და ეს არის მარადისობა, რომელსაც ვერანაირი ბოროტი ძალა, ეხლა არ მინდა ეს სიტყვა ვიხმარო, ვერანაირი დაუმორჩილებელი ძალა, ბნელი ძალა ვერ ეკარება. ამიტომ ეს არის უკტავება როგორც ხილულში, ისე უხილავში. და ეს არის აბსოლუტური ნული. აი ამის გვირგვინა ჩვენ რასაც აურას ნიმბას ვეძახით, ხედავ, ეს მეფის გვირგვინიც არის, პრინციპს გასაუბრებით და ის ზეციური მწამსი, რომელსაც ამბობს უფალი რომ შენ ხალხდე და ამ გადასაზედა დავაშენებ დაძავს ეკლესიას. ესე იგი, აი ეს ყველაფერი რომ გავიდა, მაშინ ალბათ ხედავთ, ხო, აი, გავიდა, აი. აი ახლა ნახეთ როგორ არის ეგ ზეციურად. ესე იგი, აქ მე თქვენ გითხარით, რომ აქ არის სულიწმინდის ასპექტი, ეგ არის ხორცის, ანუ მიწის ასპექტი. ეხლა ეს ისეა გაკეთებული, აქედან წყალი უნდა გადმოვიდეს, იმიტომ გეტყვით მე როგორ არის, მაგრამ აქედან სულიწმინდა რომ გამოდის სიმბოლურად და აქედან სულიწმინდა რომ გამოდის სიმბოლურად და ის ხორციელი ასპექტი, ამიტომ აი ამ ძეთი გამოვიდა ხომ? ისე იგი წმინდა სამების ერთი და განუყოფელი ნება ორად გაიყო, ანუ ორბუნოვანი ძის იესო ქრისტეს არსია ისევ შეერთდა და ზეციურ ეკლესიას, ანუ გუმბათი შემოსა იმ უხილავი ჯვარით, რომელსაც ვერაფერი ვერ ეკარება და ეს ჯვარი თავისებურად გამოდის ამ ყილული ჯვრიდან. ამიტომ თუ ახლა კარგად დააგვირდებით, აი ახლა წყალი უნდა წამოვიდეს და აი შეხედეთ როგორ არის ესე იგი. ესე იგი ჩვენ სულ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი და ძალიან მორწმუნეს და მცირედ მორწმუნეს სულ ეხვეწებით წყალობას. ახლა ეს ისეა ჩაფიქრებული რომ აი აქ ჩადის საცავში.
აი ესე გადაკვეთს და ვენახთან უნდა მივიდეს რა. ამას მე გეტყვით როგორ არის? რატომ? იმიტომ რომ ვენახის აი ეს ტალავერი რაც არის აქ. ეს სპეციალურად ყველაფერი მეას მაგაკეთებული, რომ ვენახის არის ვინაობით, არის ვინ? ანუ ერთადერთი არსება ეს არის ხატი და მსგავსი, ეგ არის უფალი იესო ქრისტე, ვინაობით უყურეთ ენა ანუ ის ენაზე ალაპარაკი, რომელსაც იოანე ზოსემე უგალობებს და ყველა დიდი ქართველი უგალობებს და ხის გეუბნება და ხე თავისთავად არის ის სიმბოლო, რომელიც კვიპარესი იყო წმინდა ნინოს შემოსვლამდე სიდონიამ რომ დააფუძა ის რო ჩადოში და მოიჭრა ესე იგი ხე და ამ ხესაზე და დაშენდა მერე ის ტაძარი რომელსაც ქვია სვეტი ცხოველი. როგორც ავტორი გვიხსნის, ქანის მხატვრული მოხაზულობა რამდენიმე დღეში გაგრძელდა, თუმცა შემდეგ მასზე მუშაობას და სიმბოლოებით შემკობას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. როგორც თავად ამბობს, ქანის ქვაში ნაკვეთი გამოსახულება რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობის ლოცვა კურთხევით გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი პროფესიით არც მხატვარია და არც მოქანდაკე, ნამუშევრებს ყველა უმაღლეს პროფესიონალურ შეფასებას აძლევს. მიმუშავია თიხაზე, პლასტელინზე, რაღაც თაბაშირში ჩამომესხია, მაგრამ ქვაში რაც ნახეთ ახლა, კვეთა ეს პირველად გავაკეთე ჩემ ცხოვრებაში და ყველა ამბობს რომ უმაღლეს დონეზეა გაკეთებული. და ამ დროს მე უარყოფ რომ მე არა ვარ არც ჭედურის ოსტატი, არც ქვის ოსტატი და მე ამ დროს გულწრფელი ვარ 100%-ით რა. ერთვენიერ დღეს რამოდენიმე 10 წლის უკან, შეიძლება 12 წლის უკან უფალმა ენება რომ ქართულ ასონიშანთა სრული შემადგენლობა, რასაც ქვია 40 ასონიშანი, სამებით გამეხატა. მას შემდეგ 10 წელზე მეტი გავიდა. ქართული ანბანის ამ 40 ასონიშანს არაერთი სიმბოლო აერთიანებს. თითოეულ სიმბოლოს კი თავისი ისტორიული დატვირთვა აქვს. მაღალ მხატვრულ დონეზე შესრულებულ გრაფიკულ ნამუშევრებზე შავისა და თეთრი ფერის სინთეზი და ავტორის შუქჩრდილებით აზროვნება მთლიანობაში უამრავ ისტორიას იტევს. აქ ყველაფერი ერთმანეთს ისე ერწყმის, რომ რთულია რომელიმე მათგანის ცალკე გამოყოფა, თუმცა სატელევიზიო სიუჟეტიდან გამომდინარე ავტორი მხოლოდ რამდენიმე ასობგერას გვაცნობს. ეს ქართული ანბანის ასობგერა ჭანია. ეს არის ერთ-ერთი ურთულესი ასო, რომელიც იმ დაფარულ ასოებში მეორე რიგში დგას და ისკარიოტელთან არის დაკავშირებული. ისე იგი თუ ჩვენ ამის გადალახვას ვერ შევძლებთ ამ ასოში განივთებულ იმ საიდუმლოებას და იმ არსს, მაშინ უფლისეულ არსს, მაშინ ყულფი, ანუ თავი ჩამოეხსო, ყულფია და სიკვდილთან არის დაკავშირებული. ხოლო თუ ჩვენ შევძლებთ ამ ასოს გადალახვას, ანუ ამ ასონიშანში ჩაწვდომას, მაშინ თურმე ეს არის ის შესამოსელი, რომლითაც ჩვენ შეიძლება თურმე გავაღწიოთ ბნელეთიდან ნათელში. და ეს უკვე გადმოცემულია აქ. ნახეთ, ჩვენ ქართული ახლა ვინც იცის და ჩვენ ყველამ ვიცით ქართული, იწერება ორი მოძრაობით. ერთი ესეა და შეხედოთ ასომთავრულში როგორ არის ხო იგივე არის ხედავთ დაფარული ასოს ერთი ნაწილი არის აგერ იოტა ხოლო მეორე კიდევ წერ ჩვენ იოტათი ხომ აი იმას და ეს უკვე მთლიანად არის ანუ ასომთავრულისა და მხედრულის ერთება არის იოტა უკვე ამით არის გადაკეტილი ხოლო თითენ ჭი არის თურმე ჭა ანუ ჭაში ჩადეს ჭა არის მხოლოდ იმისთვის რომ ცხოველმყოფელი წყალს ეზიაროს ქართველი ანუ ის მაძიებელი რომელიც უფლისკენ მიიდრე მაგრამ ცხოველმყოფელისა ცხოვარია ხომ ცხოვართა ესე იგი ცხოვარი ვარ მეო ანუ ცხვარზე ლაბარაკი და ცხო არის ზეთიცხებული ვინაობით ის ცხოველმყოფელი წყალი რომელიც ჭაში უნდა იყოს მაგრამ ჭა თურმე ორი იოტათია გადაკეტილი. ანუ იმ საიდუმლოებებს თუ ეს საიდუმლოები არ იცი, მაშინ ამ გადაკეტილში ვეღარ ჩადიხარ. ხედავთ რა ზელა. ამიტომ ახლა ჩვენ პიროვნულად რო ჩვენში შემოვიდეთ, თურმე ჩვენ ვართ თვითონ ეს ჭა და ამას იბარებდა წერეთელი. ოღონდ ცოტა სხვა თემა და მე სხვა დროს გეტყვით თუ უფალი ენებებს, მაგრამ უყურეთ თქვენ თუ დააგვირდებით ახლა და თუ შესაძლებელია აჩვენოთ, ისე იგი ჩვენი გული არის მდებარე არა მარცხნივ, არამედ შუაში. მაგრამ გადახრილია მარცხნივ. რატომ? ხორცთან არის დაკავშირებული. და
და არის თუ არაუფლისეულად ცხოვრობთ, მაშინ არის სიბნელის საბუდარი. ხოლო თუ ჩვენ მარხვითა და ლოცვით განწმენდისკენ ვართ მიდრეკილი, მაშინ ჩვენ რო შემოუშვებთ, აი როცა ლოცულობთ პირჯვარს ვიწერ და ამ მამისნებას, ანუ საბებისნებას რო ვინაწილებთ ორგანიზმზე, მაშინ ნათელი შემოგვაქვს ჩვენში მარჯვენა მხარეს, მარჯვენაზეა ლაპარაკი, იმ მარცხენა, ანუ დამარცხებული ენის მოსაკლავად პირობითად გესაუბრებთ, თუმცა პირდაპირ გაგებაც არის და როდესაც ეს ნათელი მარჯვენა მხარეზე იმდენს მიაღწევს, რომ ეს ბნელი განბევნოს, მაშინ პიროვნული სანთელი ინთება ჩვენში. პიროვნული, ანუ ეკლესიური ცხოვრებით მასო, რომელიც არის აუცილებელი პირობა, ოღონ არასაკმარისი ცხონებისათვის. მაშინ რა არის? ისე იგი, როდესაც ხედავს უფალი. ისედაც ხედავს, მაგრამ ის როდესაც ხედავს შრომას. ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანის განსაკუთრებით ახალგაზრდას და პირადი სანთელის ანთებას მაშინ ხედავ ჩვენ აქაც მე ესე მაგ გაკეთებული რომ ბნელ სამყაროში რო ცხოვრობთ ეს მინიშნება მაქვს ხომ ხედავთ აქა და თუ ხედავთ ახლა აი აქ შემოკრული არის ის ნათელი რომელიც მიღმიერი სამყაროდან შემოდის ხედავთ ანუ მიღმიერი ჩვენში არსებული სინათლე მიღმიერი სამყაროდან უფლის ნებით შემოსული ნათელით როდესაც ერთმანეთს თურმე შეავსებს, ანუ ჩვენი ნათელს კიდევ უფრო რო გაანათებს, მე ამაზე ვიძახი, მაშინ ჩვენში გულში ისადგურებს წმინდა სული და შენი გული უკვე კი არის იმდენად წმინდა, რომ გამცემი ხდება. ამიტომ ჩვენი წინაპრები ყოველთვის ამბობენ, არა აი ასე ამბობენ, გონიერი გული მოგცეს ღმერთმაო, გულის ყურით უყურეთო, გულის თვალით ისვენეთო, გულის თვალით უყურეთო და ეხლა ნახეთ რა ხდება თუ კარგად დააკვირდებით, ესე იგი პიროვნული სანთლის, ანუ ეკლესიური სანთლის ანთების მიღმიური სამყაროდან უფლის ნების დავანებამ უკვე არის აკმარისი პირობა, აუცილებლობა ეს არის აკმარისი, რომ გრალის ასე აიფსო, ხედავთ? და გრალის ასედან გადამოღვრილი უკვე ის ზეძალა, რომელსაც უფლის ნება, თურმე იმით არის ეს იოტა დაგეტილი. ზეძალით. არა ჩაკეტილია, არამედ თურმე ღიაა და თუ ახლა თქვენ ამას კარგად დააგვირდებით, სპირალი, ხედავთ აი სპირალი. ჩვეულებრივი სპირალი, უყურეთ, სპირალის ერთი ხვიაა თურმე იოტა. საბოლოო ჯამში სალუქვაძეების ეზოში დანარჩენი 39-ვე ასოთაგანის სკულპტურაც განთავსდება. როგორც ავტორი გვიხსნის, ქვაში ნაკვეთი გამოსახულებები, რომლებიც მომავალში გაკეთდება, ქანთან შედარებით უფრო პატარა ზომის იქნება.